დამოკიდებული ადამიანი ყველაზე ბოლოს ხვდება, რომ პრობლემაა. ნუ ატყუებენ საკუთარ თავს, ატყუებენ ოჯახს, ატყუებენ მეგობარს. ანუ ბედნიერება და სიამოვნება სხვადასხვაა. იმდენი სიამოვნების მიღება შეგვიძლია ამ ქვეყანაზე. ვინც ეძებს ბედნიერებას გარეთ, ის პოულობს ტკივილს. ყოველთვის არსებობს რაღაც მიზეზი? აუცილებლად. ვახსენე, რომ ემოციები ნარკოტიკებია. აი რა არის, რა ზღვარია? როცა მე ვხდები დამოკიდებული. ბევრი წრე არსებობს და ადამიანი ირჩევს რაღაც კონკრეტულ წრეს. ყველას თავისებური ნარკოტიკი აქვს. აი შეიძლება რეალურად ამ მდგომარეობიდან გამოსვლა თუ რემისიულია ეს პროცესი. აცნობიერებ, რომ ეს დაავადება იყო, ეს შენ არ ყოფილ ხარ. როგორ დავეხმაროთ ესეთ ადამიანებს, ვახო? მაქსიმალურად დავუჩქაროთ ფსკერზე ფსკერზე დასვლა. სვლა. ყველაფერი სირცხვილია, სექსუალობთან მისვლა სირცხვილია, ფსიქოლოგთან სირცხვილია, ნარკოლოგთან სირცხვილია. მარტო მისი პრობლემა არ არის. ეს პრობლემა არის გარშემო მყოფების. როცა ერთი დამოკიდებული ადამიანი არის ოჯახში, მთელი ოჯახი ავადარი. დამოკიდებული აზიანებს თანადამოკიდებულს, თანადამოკიდებულიც აზიანებს გარშემო მყოფებს. გამოჯამრთელება შესაძლებელია და გამოჯამრთელება არ უდრის მოთმენას და არ უდრის გაძლებას. მოგესალმებით სტუმრად ანასთან. დღევანდელი ჩემი პოდკასტის თემაა ადიციური, ქიმიური და ქცევითი დამოკიდებულებები, მიჯაჭვულობა და მენტალური ჯანმრთელობა. დღეს მინდა ვისაუბროთ თემაზე დამოკიდებული ადამიანები. თემა, რომელიც ყველასათვის ძალიან მტკივნეულია. ადამიანები, რომლებსაც ზოგჯერ ხელს ვკრავთ, განვიკითხავთ, ვადანაშაულებთ. ეს ადამიანები არიან ჩვენი ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები და ზოგჯერ საკუთარი თავიც. დღეს ჩემთან სტუმრად არის ფსიქოსოციალური ცენტრის ხელმძღვანელი, დამოკიდებულების სპეციალისტი ვახო მძინარიშვილი. გამარჯობა ვახო. გამარჯობა. ვახო, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ, რომ ხართ ჩემი სტუმარი და საშუალება მომეცით ვისაუბროთ ძალიან მნიშვნელოვან და ყველასათვის ძალიან მტკივნეულ თემაზე და მინდა ჩვენი საუბარი იყოს იმედი, ის мотиваცია, რომ ყველა დაფიქრდეს, ყველა დამოკიდებული ადამიანი დაფიქრდეს და გაიაზროს ის, რომ თავისუფლების ფასი არაფერი არ არის ამ ქვეყანაზე. მოგესალმებით, მადლობა რომ მომიწვიეთ და მომეცა საშუალება რომ გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება და ხედვა ამ სფეროში. მადლობა. ვახო, დამოკიდებულება ნებისმიერ რამეს ეს არის ადამიანის ქცევა, როდესაც კარგავს ადამიანი კონტროლს, საკუთარ თავის თავზე. დიახ. მინდა ამიხსნათ დამოკიდებულების ფსიქოსოციალური დეფინიცია პირველ რიგში. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ დამოკიდებულება არ უდრის არკომანიას ან ალკოჰოლიზმს, ვთქვათ, ან აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას. დამოკიდებულება უდრის შინაგან დისკომფორტს. შეიძლება შევადაროთ სულიერ სიცარიელეს, სულიერ ტკივილს, არაადეკვატურ თვითშეფასებას, გამოუხატავ ემოციებს. დამოკიდებულება უდრის დამსხვრეულ პიროვნებას, გახლეჩილ ცნობიერებას. დამოკიდებულება ასევე შეიძლება ვთქვათ, რომ უდრის საკუთარი თავის მიუღებლობას, ესე ვთქვათ, ვერ გაბედვას იმისა, რომ ვიყო ის, ვინც ვარ. და შემდეგ უკვე ეს აღნიშნული შინაგანი მდგომარეობა აქედან გამომდინარე, რაც ჩამოვთვალე, ხდება გაუსაძლესი და შემდეგ უკვე რითიც გაურბის ადამიანი, აი ამ ესე ვთქვათ, შინაგან დისკომფორტს უკვე ყველაფერი ნარკოტიკია. ეს შეიძლება იყოს ქცევითი, ნივთიერებით, როლში ყოფნით
თუ სხვადასხვა საშუალებით, სოციალურად გამართლებულით, თუ სოციალურად გაუმართლებელი საშუალებებით და დამანგრეველით თუ დამოკიდებულება უდრის ავადმყოფობას? დამოკიდებულება ზოგადად რომ დაავადება ამაზე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჯერ კიდე 1950-იან წლებში მიიღო ოფიციალური გადაწყვეტილება და დამოკიდებულება აღიარა ოფიციალურად დაავადებად და დღეს მას აქვს სერიული ნომერიც ACD-11 თავიდან იყო ACD-8 მე გახდა 9 თავიდან იყო მხოლოდ ალკოჰოლიზმი შემდეგ ნარკომანია შემდეგ ქცევითი სხვადასხვა ფსიქოტროპული ნივთიერებები ბოლოს დაემატა უკვე ქცევითი აშლილობები ეს არის აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება კომპიუტერულ თამაშებზე დამოკიდებულებაც მათ შორის სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულებაც ეს ალბათ ამ ეპოქის ყველაზე დამანგრეველი სენია ხო ნუ გამოვლინება ძალიან ბევრი აქვს და აი ამ ჰოლიკების და მანიების ძალიან ბევრი ტიპი არსებობს მაგრამ ყველაზე ესე ვთქვათ დამანგრეველი და ყველაზე ცნობილი მაინც არის ნივთიერებებზე დამოკიდებულება, ანუ ცნობიერების და აზროვნების შემცველ ნივთიერებებზე დამოკიდებულება და ქცევითებში თამაშზე დამოკიდებულება, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ანუ ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე, რომ არანაკლებ დამანგრეველია თანადამოკიდებულება და ურთიერთობაზე დამოკიდებულება ვნებებზე დამოკიდებულება ან ასე შემდეგ. ნუ მაინც working-ი და shopping-ი იმდენად ესე შეიძლება ითქვას, რომ სოციალურად გამართლებულიც არის და იმდენად მალე ვერ ანგრევს ადამიანს, ვთქვათ, გარეგანათაც და შინაგანად უფრო აზიანებს, ვიდრე გარეგანად. მაგრამ მაინც ყოველთვის გარეგანად უნდა დაზიანდეს ალბათ ადამიანი და ეს სოციალური პრობლემები ყველაზე მეტად გიბიძგებს თვითონ დამოკიდებულ ადამიანს რომ დაინახო პრობლემა. სხვათა შორის ამ დაავადების ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი მხარე არის ქიმიურ დამოკიდებულებას გულისხმობთ ამ ყველანაირ გულისხმობ. ყველაზე ვერაგი მხარე ალბათ აი ამ დაავადების არის ის რომ დამოკიდებული ადამიანი ყველაზე ბოლოს ხვდება რომ პრობლემა აქვს. ყველა ხვდება რომ ყველა ამჩნევს რომ მას რაღაც პრობლემა აქვს. მაგრამ ყველაზე ბოლოს თავად ხვდება რომ პრობლემა აქვს. სანამ არ შეუქმნის ყველა სფეროში ალბათ პრობლემებს რა. ეს ფიზიკურში, მენტალურში, სოციალურ პრობლემებს და სულიერს. მაგრამ მაინც ალბათ ყველაზე მეტად ურტყავს სოციალური. როდესაც გიქმნის უკვე სოციალურ პრობლემებს. ესე ვთქვათ, კარგავ სამსახურს, კარგავ ოჯახს, მეგობრებს, ფინანსურ მდგომარეობას და რეპუტაციას და ასე შემდეგ. ეს გარეგანი დისკომფორტები კი მე რა შიგნიდან თუ აწუხებთ მათ ეს ყველაფერი. რეალობაში თუ აწუხებთ რა თქმა უნდა, შიგნიდან ძალიან ბევრი რაღაც აწუხებთ და მაგიტომაც არიან დამოკიდებულები ეს ზოგადად დამოკიდებულება არის ერთგვარი გზების ძიება, რომ აი ეს შინაგანი დისკომფორტი, სულიერი ტკივილი თუ სულიერი სიცარიელე შევივსო და ტკივილი გავიყუჩო და ამას ადამიანები, რამდენად ეს ინდივიდუალური ადამიანი, იმდენად ინდივიდუალური სტრატეგია აქვს იმის, რომ ეს შინაგანი დისკომფორტი რამენაირად მოაგვაროს. გონია რომ რაღაც ეტაპის შემდეგ მაგასაც მაგ შინაგან დისკომფორტსაც ვეღარ ერევიან. რაღაც ეტაპის შემდეგ თავიდან კი ალბათ. ვერ ერევიან, მაგრამ აი უბრალოდ სხვა გზა არ აქვთ. ანუ ისევ, ანუ ვინც ნივთიერებების მომხმარებელია, ზრდის ბდოზას და მაინც ნივთიერებებს არსებობს ეს ნარკოტიკული ნივთიერებები, თუნდაც ალკოჰოლი რა, არანაკლები ნარკოტიკია რომელიმე სხვაზე, მაინც აქვს იმის უნარი, რომ გაგთიშოს და
არაცნობიერად ალბათ დამოკიდებული ადამიანი, იმიტომ მოიხმარს, რომ გაითიშოს. თუმცა არის ხოლმე ისეთი ეტაპები, როდესაც რაღაც ღრამდე რომ მივლენ, უკვე ისიც ცუდი სიტყვა მინდა არ ვიცი როგორ არის ეს სამედიცინო ტერმინოლოგიაში, ვეღარ გრძნობენ იმ კაიფს და იწყებენ მკურნალობას მხოლოდ მაგისთვის. ხო, ეს აი ამ ეგრეთ წოდებულ დეტოქს გადიან კი. იმ მიზნით, რომ ახალი ჯანების დაიწყონ. კი. აი შემდეგ ეგ მაგ დროს რა ხდება? ნუ ატყუებენ საკუთარ თავს, ატყუებენ ოჯახს, ატყუებენ მეგობარს, ეს როგორც მე გამიგია, არ არის თუნდაც ფინანსებთან არის ძალიან დიდ ფინანსებთან დაკავშირებული, აწოდებენ თავს ოჯახის წევრებს, მეგობრებს, რომ მათ ჭირდებათ დახმარება, უკვე აღარ შეუძლიათ ამ მდგომარეობაში ყოფნა, თუმცა ეს აბსოლუტურად სხვა მიზნებისთვის არის ანუ ალბათ იშვიათად ხდება მინდა რომ მსგავსი. ყველაფერს თავისი სახელი დავარქვა. კი, ალბათ ესეთი რაღაც იშვიათად ხდება. რომ აი ესე კონკრეტულად ამ მიზნის გამო გადაწყვიტოს ადამიანმა კლინიკური რაღაცა დეტოქსის გავლა. ხშირ შემთხვევაში ანუ იღლებიან ადამიანები და აღარ შეუძლიათ უბრალოდ ესეთ მდგომარეობაში ცხოვრება, რავი, თუნდაც შინაგან მდგომარეობაში და გარეგან მდგომარეობაში. მაგრამ ესეთი შემთხვევებიც არის. ანუ ძირითადად უფრო ცდილობენ ხოლმე ჩანაცვლებას, რაღაც ერთი ნივთიერება ჩაანაცვლონ მეორით ან ერთად რაღაც გააკეთონ კომბინაციაში. მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ ალბათ ერთ-ერთ ყველაზე დამანგრეველ და მძიმე გამოვლინებაზე. დამოკიდებულების, მაგრამ გამოვლინება ბევრია და აქვე მინდა ვთქვა, რომ აი ზოგადად საზოგადოებას უფრო სწორი აღქმა რო ქონდეს დამოკიდებულების პრობლემის, რითიც დავიწყე, გავიმეორო, რომ დამოკიდებულების მთავარი პრობლემა არ არის მოხმარება. მოხმარება არის შედეგი. მთავარი პრობლემა არის ადამიანის არაჯანსაღი სულიერი მდგომარეობა, ფიზიკურიც, მენტალურიც, სოციალურიც და სულიერი, მაგრამ ალბათ ყველაზე მეტად სულიერი. ეს ადამიანი განიცდის აი ზოგადად აი შეიძლება გონებრივი ინტელექტი ძალიან მაღალი ჰქონდეს დამოკიდებულ ადამიანს, მაგრამ ცნობიერება ამ დროს არის ძალიან დაბალი და რას გულისხმობს ეს ეგოცენტრულ მდგომარეობას, სადაც არის მუდმივი სირცხვილის მდგომარეობა, უიმედობა, შფოთვა, შიში, წყენა, ეჭვი, ანგარება, მრისხანება თუ სიამაყე თუ ასე შემდეგ რა ეს უკვე დამოკიდებულ ადამიანებზე ვსაუბრობთ თუ სანამ დაიწყებს? სანამ დამოკიდებულ ადამიანზე ვსაუბრობთ, სანამ მიაგნებს, ასე ვთქვათ, რაღაც გამაყუჩებას. სწრაფშვებას, ასე ვთქვათ. არსებობენ და დამოკიდებული ადამიანები, რაც ჩამოვთვალე ეს ყველა ხასიათის დეფექტი აქვთ, მაგრამ მათთვის არ არის საინტერესო სტრატეგია ალკოჰოლის და ნარკოტიკებით ამ შინაგანი მდგომარეობის დათრგუნვა და რაღაც ემოციების გამძაფრება. შეიძლება ვიღაცისთვის ბევრად უფრო საინტერესო სტრატეგია ამის ურთიერთობებით ან working-ით ან ზოგადად ბევრად ჯობია working-ი. ის უნდა აღინიშნოს, რომ ყველაზე მთავარი ნარკოტიკი არის ემოცია. ყველაზე მთავარი ნარკოტიკები არის ემოციები და საბოლოო ჯამში ადამიანები ალბათ მაგისთვის ცხოვრობთ, ხო, ვართ რაღაც ემოციური და ნეირომედიატორული თუ ჰორმონალური არსებები. და ეს ემოციები ჩვენში ცვლის ბიოქიმიას. მაგის კარგი მაგალითი არის მოთამაშე, ხო, ნივთიერება საერთოდ არ მოიხმარს. მოთამაშე არის სრულად იმ ემოციურ ეიფორიაზე დამოკიდებული, რასაც თამაშის პროცესში გამოყოფს მაგ დროს რაღაცა ადრენალინს. გამოიყოფა მაგ დროს აი ეს ნეირომედიატორების ძალიან დიდი დოზა.
და არის აი ამ პროცესზე დამოკიდებული და შესაბამისად იმ ემოციებისგან გამოწვეულ ბიოქიმიურ ცვლილებებზე საკუთარ ორგანიზმში. ესე იგი, თუ მოთამაშე ამას ახერხებს ნივთიერების გარეშე, ხო? ამ მოთამაშე ახერხებს ამას ემოციებით, მძაფრი ემოციებით, რა თქმა უნდა. აი ეს კარგი მაგალითია, რომ დავაკვირდეთ, რომ ვიღაც ადამიანი ამას თამაშით არა და ამას ახერხებს ურთიერთობით, ვთქვათ. ამას ახერხებს როლში ყოფნით. სხვადასხვა როლში. მანიპულაციით კი, მაგრამ მძაფრი ემოციები, რაც უფრო მძაფრია ემოცია, უფრო დიდ დოზა დოპამინს გამოტყორცნის და ტყუილით თუნდაც. კი, რა თქმა უნდა, ტყუილითაც. ზღაპრების მოყოლით. ნამდვილად. ტყუილის ზღაპრების მოყოლით, მანიპულაციით, რაღაც აი ამ თამაშით, ვთქვათ, თამაში გულისხმობ აზარტულ თამაშებს? არა. ადამიანებზე თამაშს, კი, ფსიქოლოგიურ თამაშებს. ხო, ან აი რაღაც როლში ყოფნით და სცენაზე ყოფნით, ესე ვთქვათ რა. შეიძლება სხვადასხვა მოვლენები იწვევდეს, აღზრავდეს მაშინ მძაფრ ემოციებს. და ეს აკმაყოფილებდეს განსაკუთრებით აი დაკვირვებული ვარ პროცენტულად თქვენც დაკვირვებული იქნებით ბევრად ნაკლები ნივთიერებაზე დამოკიდებული ქალი არის სტატისტიკურად ვიდრე კაცი. ანუ კაცები ბევრად მეტი ალკოჰოლიკი და ნარკომანია. კაცი ვთქვათ ვიდრე ქალი. და ეს ჩემ პირად დაკვირვებას ვაზიარებ. ეს იმიტომ რომ ქალს ვფიქრობ, რომ შეუძლია და აკმაყოფილებს ცხოვრებისეული, აი ემოციური საკვები აკმაყოფილებს და მას არ სჭირდება დამატებით რაღაც ნივთიერებით გამძაფრება ემოციებისა და უფრო ემოციურია ალბათ ქალი და ვთქვათ აი ურთიერთობებში ზოგადად სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციაში მისთვის საკმარისი ნარკოტიკია ემოცია და იმ სხვადასხვა სიტუაციაში მიღებული მძაფრი ემოციები. იგივე ემოცია ხო შეუძლია რომ კაცსაც შეიქმნას. კაცმაც შეიქმნას. კაც როგორც ჩანს არ აკმაყოფილებს და დამატებით ქიმიურად ცდილობს უკვე რომ რაღაც ემოციები გაამძაფროს და დათრგუნოს. და რაღაც ილუზია შეიქმნას. ილუზია შეიქმნას თავდაჯერებულობის სიმშვიდის ან მხიარულების ან არ ვიცი, ანუ სხვადასხვა ნივთიერებას ახასიათებს მაინც სხვადასხვა ეფექტი ჩვენ ემოციურ მდგომარეობაზე. აი მიზან მიმართულად ეძებენ ამ გამოსავალს თუ შეიძლება უბრალოდ რაღაც სიტუაციის გამო მე ძალიან ბევრჯერ გამიგია არ ვიცი თავის გამართლება არ ვიცი რა არის ხშირად გამიგია აი ვიღაცამ გამასინჯა აი სულ არ მინდოდა რაღაცა ცუდად ვიყავი ვიღაცამ გამაბრაზა და აი ესე გავაკეთე ამას ეძებენ თუ მართლა შემთხვევითობის ამბავი შეიძლება იყოს არა შემთხვევითობის ამბავი არ არის და მე ხშირად ვამბობ ხოლმე რომ ეგეთი მოსაზრება არსებობს და მცდარია ეს მოსაზრება რომ ჯანსაღმა ადამიანმა ბევრი ალკოჰოლი ან ნარკოტიკი მოიხმარა და დაავადდა ჯანსაღი ადამიანი ბევრ ალკოჰოლს და ნარკოტიკს არ მოიხმარს და არ შეაქმნევინოს პრობლემებს მას. ეს პირიქით არის. ავად იყო და მაგიტომ მოიხმარა ბევრი ალკოჰოლი და ბევრი ნარკოტიკი. ის ვიღაცას რო გაასინჯა, ეხლა ყოველთვის ალბათ ვიღაცა გასინჯებს ძირითადად. მაგრამ გინდა და გასინჯებს. გინდა და გასინჯებს და დამოკიდებულ ადამიანს, ანუ ვინც უკვე ავად არის და ეს დაავადება აქვს, რომელიც ბავშვობიდან იღებს სათავეს, მერე კი არ ხდება დამოკიდებული, ის დამოკიდებული არის. ანუ თუ დამაბნეველი სახელი აქვს უბრალოდ ამ დაავადებას და თვითონ დაავადებას ქვია დამოკიდებულება, აი როგორც დიაბეტს ქვია დიაბეტი, ხო? აი მე ვგულისხმობ ამ შემთხვევაში დამოკიდებულ ადამიანში დაავადებულს, ანუ არა მიჯაჭვულს რამე კონკრეტულ ნივთიერებაზე ან ქცევაზე, არამედ აი რო ვგულისხმობდე და ვამბობდე დიაბეტიკი. იგივენაირად დამოკიდებული ადამიანი, ხო? ის დამოკიდებული დაიბადა დაჟე ჩემი აზრით.
ესე იგი, საიდან მოდის გენეტიკური? გენეტიკურიც არის. მაგრამ ძალიან ბევრი მინახავს არავინ გენეტიკაში, მაგრამ მაინც არიან. ხო, ნუ მუცლად ყოფნა? ეგეც რა რა ვიცი. თქმა უნდა, მუცლად ყოფნასაც მნიშვნელობა აქვს, ჩასახვის მომენტსაც, იმასაც მნიშვნელობა აქვს, რა რეაქცია ექნება მშობლებს, როდესაც გაიგებენ, რომ ორსულად არის, თქვა დედა. მუცლად ყოფნის პერიოდს, ამ დედის მდგომარეობას და დედის სტრესს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ ის 9 თვე თქვა სტრესში იყო თუ პირიქით, შვიდ გარემოში. და შემდეგ უკვე ნუ მაქსიმუმ 7 წლამდე პერიოდს, 0-დან 7 წლამდე პერიოდს. დიდი მნიშვნელობა აქვს აქ დედის აი კონკრეტულად მდგომარეობას ხო, აი ასევე. ძალიან მინდა რომ ჩაუყმავდეთ ამ თემას ოჯახიდან წამოსულ პრობლემას. დესტრუქციული ოჯახი? კი, დესტრუქციული ოჯახი ცალსახად, გენეტიკური კოდი ასევე, მე მაინც ესეც ჩემ დაკვირვებას ვაზიარებ, იმიტომ რომ და მყავს ნაცნობები, თქვათ ერთი კვერცხუჯრედის ტყუპები, ერთ გარემოში აღზრდილი ერთ ოჯახში და განსაკუთრებით ალბათ 5 წლამდე და 7 წლამდე მაქსიმალურად ერთი გარემო აქვს, სანამ წამოიზრდებიან და მშობლების დამოკიდებულება და აღზრდის წესი სავარაუდოდ ერთი. მაგრამ თქვათ ერთი არის დამოკიდებული და ცხოვრების ყველა სფეროში პრობლემა აქვს, მეორე პირიქით არის ჯანსაღი და თვითრეალიზებული და ესე ვთქვათ, რაღაც შინაგანად მშვიდი ადამიანი. აი ეგ რატო ხდება? ხო, ეს მე მაინც მგონია, რომ ერთი მიუხედავად იმისა, რომ ტყუპები იყვნენ, ერთი, ანუ რაღაც ხასიათი იბადება ადამიანი. და ზუსტად აი ეს რაღაც ხასიათის ვთქვათ ნიშანი, ეგოცენტრული ბუნება, ერთ-ერთი რაც ყველა დამოკიდებულ ადამიანს აერთიანებს. ჰიპერმგრძნობი არე და ეგოცენტრული ბუნება. მაგრამ ეს ყველაფერი სიამოვნება ბრჭყალებში, რასაც თვითონ ეძახიან. მე შემიძლია აბსოლუტურად სხვა რამეში ვნახო, იმდენი სიამოვნების მიღება შეგვიძლია ამ ქვეყანაზე და იმდენი თუნდაც ის ადრენალინის გამოყოფა, სხვა თუნდაც სპორტით, თუნდაც ოჯახში, თუნდაც სიყვარულით, აი ყველაფრით შეგვიძლია ეს, ხო? ვიღაც სხვა რაღაცაში ნახულობს. მთავარი არის, რომ ანუ მე არ უნდა ვეძებო სიამოვნება იმ მიზნით, რომ გავხდე ბედნიერი. ანუ ბედნიერება და სიამოვნება სხვადასხვაა. ბედნიერება არის მდგომარეობა და ზუსტად აი იმ ემოციებს და სიამოვნებებს მიღმა მდგომარეობა, რაღაც შინაგანი ფონი. როდესაც გაქვს სისავსის, სიმშვიდის და სიყვარულის მდგომარეობა. და ალბათ ერთ-ერთი ჩემი აზრით ბედნიერების საზომი შეიძლება ესე ვთქვათ არის რამდენად ბედნიერი ხარ იმით, რომ ხარ უბრალოდ ყოფნით. კი, ეგ ძალიან რთული გასააზრებელია, რომ ღმერთმა გვაჩუქა სიცოცხლე და ამით უბრალოდ ვერ ბედნიერდებით, მხოლოდ ამით. დიახ. გვაჩუქა სიცოცხლე უთვალავი ფერითა. კი ბატონო. და ძალიან დიდი რესურსი არის ალბათ სამყაროში იმისთვის, რომ ვიყოთ კარგად, მაგრამ სამწუხაროდ ადამიანების ცნობიერება საუკუნეებთან ერთად არ იცვლება და ვერ ვაფასებთ და ვერ აღვიქვავთ იმას, რაც გვაქვს. და შემდეგ ბედნიერებას ვეძებთ გარეთ და ვინც ეძებს ბედნიერებას გარეთ, ის პოულობს ტკივილს, იმიტომ რომ ბედნიერება ჩვენშია, ბედნიერება ვერ იპოვი ვერსად. ვერსად ვერ იპოვი. და ალბათ მაგის ძიებაში თუ ამოწურავ ყველა საშუალებას, ღრმა დეპრესიაში შეიძლება აღმოჩნდე, რადგან დაკარგო იმის ილუზიაც, რომ ბედნიერება საერთოდ არსებობს. კი ბატონო. ამიტომ
ესეც ყველაფერი რაღაც შედარებითია, ხო? რაღაც თვალსაზრისით ადამიანი დამოკიდებული არსებაა და ბევრ რაღაცაზე არის ადამიანი დამოკიდებული. ის რო არ ჩავთვალოთ, თქვათ, საჭმელი ან წყალი ან ასე შემდეგ. ადამიანი ბევრ ჩვევაზეა დამოკიდებული, ბევრ ემოციაზეა დამოკიდებული, ანუ ემოციები, როდესაც ვახსენე, რომ ემოციები ნარკოტიკებია, ამ ემოციების განცდის სერიოზული მოთხოვნილება აქვს ადამიანს, უბრალოდ გაუცნობიერებელი პროცესია ეს, ამას ვერ ხვდება. და ადამიანს მოთხოვნილება აქვს იმის, რომ იყოს, ვთქვათ, მსხვერპლი და იმ მსხვერპლის როლში საათობით იყოს თვითგვემაში და საკუთარი თავის შეცოდებაში. აი მაგ დროსაც იცვლება ბიოქიმია და ეგეც იცვლება ერთ-ერთ ძლიერ ნარკოტიკად საკუთარი თავის შეცოდება. მოსწონთ ანუ. მოსწონთ. აი ეს კარპმანის სამკუთხედი ეგრეთ წოდებული, ეს ხსნელი, მოძალადე და მსხვერპლი. ძირითადად ანუ ადამიანები ხშირ შემთხვევაში თუ არიან ამ როლში, მათ ექმნებათ პრობლემები და ხშირ შემთხვევაში ადამიანებს მოთხოვნილება აქვთ, რომ ან იყოს მსხვერპლი, ან იყოს მესია, გადამრჩენელი და ამ გადამრჩენელის როლიდან ძალადობდეს კიდე ზევიდან. შენ თუ არავინ არ გთხოვს დახმარებას და შენ მაინც ერევი სხვა ადამიანის ცხოვრებაში ეგ ძალადობა. უბრალოდ ის აი ამ როლით იკვებება და იმ როლში განცდილი ემოციებით. ვიღაც ძალადობით და ძალაუფლებით შეიძლება ითქვას და ახლა აი თქვენ ახსენეთ მიზეზები დამოკიდებული, როგორ შეიძლება ადამიანი გახდეს დამოკიდებული, გენეტიკა, უცალწყობნის პერიოდი, ოჯახი, გარემოება. აი მოდი ესე ვთქვათ, ყველაფერი წესრიგშია. არანაირი გენეტიკა არ მაქვს, უცალწყობნის პერიოდში დედა იყო სრულიად მშვიდი, მასმენინებდა კლასიკას. ძალიან კარგ ოჯახში გავიზარდე. არ არსებობს ესეთი პრეცედენტი, რომ ადამიანი დამოკიდებული გახდეს? ყოველთვის არსებობს რაღაც მიზეზი? აუცილებლად. არა, ადამიანი რაც უფრო არაჯანსაღია, უფრო დამოკიდებულია და რაც უფრო ჯანსაღია, უფრო დამოუკიდებელია. რაც უფრო მეტი ხასიათის დეფექტი აქვს ადამიანს, უფრო დამოკიდებულია. მოდი ვიმეორებ, ეს შეიძლება საერთოდ არ ჩანდეს მისი დამოკიდებულება პრობლემად. ჩავარდი რაღაც წრეში. წრეში ტყუილ არავინ არ ვარდება, ტყუილ არავინ არ არის მეგობარი არა. ტყუილ არავინ არ ვარდება. დიახ, იმ თქვათ უბანში ბევრი წრე არსებობს და ადამიანი ირჩევს რაღაც კონკრეტულ წრეს. თავის შინაგანი მდგომარეობიდან გამომდინარე. შეიძლება ამ წრეს ირჩევდეს გადარჩენის მიზნით, თავის დამკვიდრების მიზნით და სულაც შეიძლება შიში ამოძრავებდეს და ამ წრეს ირჩევდეს იმ მიზნით, რომ ეს წრე დაიცავს, თქვათ. და განსაკუთრებით ჩემი თაობის ბავშვობაში სულ რაღაც ორი წრე არსებობდა რა. სუდი სიტყვა და ვიხმარო. ვიხმაროთ. მე ან ძველი ბიჭი იყავი, ან რა ვიცი. ან ჩმორი. კი ბატონო. ან ჩმორი. და სხვა წრე არ არსებობდა. არ არსებობდა, კი. ამიტომ ჩმორობა არავის არ უნდოდა. ამიტომ გინდოდა, არ გინდოდა, გიწევდა რაღაც წრეში ყოფნა. მაგრამ იცით რა არის? აი ეგეც ეგ წარმოდგენა, რომ რაღაც წრეში მოხვდი და იმ წრეში ავტორიტეტები იყვნენ, თქვათ, დამოკიდებულები და ეს შენთვის რაღაც პოპულარული იყო და თავის დამკვიდრების ერთგვარი გზა იყო.
ესეთი ადამიანების და მეგობრებიც მყავს, რომლებიც რაღაც პერიოდი გაერიunen ესე ვთქვათ ამ თამაშში, მაგრამ ისინი მე გამოვიდნენ აქედან და დაუბრუნდნენ ჯანსაღ ცხოვრებას, იმიტომ რომ ისინი არ ყოფილან დამოკიდებული ადამიანები. ვიცნობ რამოდენიმე ისეთ ადამიანს, რომელიც წამალსაც იკეთებდა, სვავდა, ეწეოდა, ყველაფერს შრებოდა, ოღონდ ესე ვთქვათ ამას აკეთებდა აი იმის გამო რომ ყოფილიყო ამ ყველაფრის ნაწილი და თავი დაემკვიდრებინა და მაგრამ როცა ასაკი მოემატა და დაიმკვიდრა თავი თუ რაღაც თავის გზა ნახა გამოვიდა ამ მდგომარეობიდან არ ყოფილა ისეთი ნარკოდამოკიდებული რომ მას დასჭირვებოდა რაღაც ძლიერი ჩარევები და დახმარება მაგრამ დღეს სრულიად ხიზლად ცხოვრობს თქო იმიტომ რომ ის არ ყოფილა დამოკიდებული ადამიანი ანუ ის არ ყოფილა ავად და დამოკიდებული ადამიანი ვიმეორებ აი როდის ხვდებით რომ დამოკიდებული ვართ თუ მე ვიკეთებ წამალს ვსვავ ასე შემდეგ ვთამაშობ თუნდაც აი რა არის რა ზღვარია როცა მე ვხვდები დამოკიდებული ზღვარი არის იქ როდესაც მე ეს უკვე პრობლემებს მიქმნის როდესაც წამლავს და მე მაინც ვდგები და ისევ ვიღებ საწამლავს. აი ჯანსაღი ადამიანი რაღაცას რომ შეჭამს და მოიწამლება, მიუხედავად ხა იმ რაღაცამ შეიძლება გულტანოს რაღაც ბენეფიტი. მეორე დღეს აღარ შეჭამს და აღარ მოიწამლავს, ხო და დამოკიდებულ ადამიანს უბრალოდ არჩევანი არ აქვს, კი. იმიტომ რომ ეს ადიქცია არის თავის გადარჩენის ერთგვარი საშუალება, რომ არ შეიშალო ჭკუიდან და არსებობენ მშრალი დამოკიდებული ადამიანები, მშრალი ნარკომანებიც ძალიან ბევრი. რომლებსაც აი ყველანაირი ხა რაზეც ვისაუბრე ესეთი შინაგანი მდგომარეობა აქვს პიროვნული, სულიერი, სოციალური თუ მენტალური ანუ ყველა ის ხასიათის დეფექტი აქვს, თქვათ რაც ალკოჰოლიკს, ნარკომანს ან ასე შემდეგ, მაგრამ არც ალკოჰოლს მოიხმარს, არც ნარკოტიკებს არ მოიხმარს და სხვადასხვა სტრატეგიებით ცდილობს, რომ ეს საკუთარი შინაგანი დისკომფორტი რაღაცნაირად მოაგვაროს. მაგრამ ისეთი ძლიერი არ არის ხშირ შემთხვევაში სხვა გამაყუჩებლები, ვთქვათ რა. ეს შეიძლება იყოს საკვები, შეიძლება იყოს ვნებები, თუ სერიალები, თუ ასე შემდეგ და ხშირ შემთხვევაში აი ხა მე რომ დავაკვირდი ესეთ ადამიანებს შემდეგ ემართებათ შფოთვითი აშლილობა. აი როდესაც ვერ გაიყუჩა და ვერ მიაგნო ზოგს არ გაუმართლა, ანუ შეიძლება არ გაუმართლა და ვთქვათ, რომ ცუდად გახდა ნარკოტიკი რომ მოიხმარა და შეეშინდა. ანუ შეიძლება გაუმართლა პირიქით, მაგრამ აი ზოგს უბრალოდ არ უყვარს რა ალკოჰოლური თრობა და ეგ მდგომარეობა მისთვის არ არის. ძალიან ინდივიდუალურია ადამიანი, აი ძალიან. არ შეიძლება ადამიანს ვთქვათ, აი ქონდეს ალკოჰოლიზმის სერიოზული პრობლემა, მაგრამ შეეძლოს ხანდახან სიგარეტის მოწევა. და ძალიან გასაკვირია, ხო? ბუნებით დამოკიდებული ადამიანია, ეს დაავადება აქვს, მაგრამ ხანდახან შეუძლია რომ სიგარეტი მოწიოს, იმიტომ რომ სიგარეტი არ არის მისი ნარკოტიკი. ამიტომ რაღაცა ყველას თავისებური ნარკოტიკი აქვს და უბრალოდ თუ ვთქვათ არ მოეწონა ეს ძლიერი მძიმე გამაყუჩებლები და ცდილობს რომ აი ეს წეღა როგორც აღნიშნე ეს შინაგანი სერიოზული დისკომფორტი სხვადასხვა რაღაცა ქცევებით გაიყუჩოს და გაექცეს ამ ასე ვთქვათ შინაგან დისკომფორტს და ეს ეფექტური არ გამოდის, ემართებათ შფოთვითი აშლილობა, პანიკური შეტევები და ასე შემდეგ. ამიტომ არის ადიქცია გადარჩენის ერთ-ერთი საშუალება. მესმის. ნუ ბჭყალებში გადარჩენის. ბჭყალებში რაღაც პერიოდი. შემდეგ რა თქმა უნდა კლავს. აი შეიძლება რეალურად ამ მდგომარეობიდან გამოსვლა თუ რემისიულია ეს პროცესი. აი რეალურად მე გამოჯამრთელდი მთელი ცხოვრება. გამოჯამრთელება შესაძლებელია, მაგრამ განკურნება არა. ის რომ განიკურნო, მინდა რომ რაღაც სხვაობები, აი ზუსტად აგვიხსნათ სხვაობა, გამოჯამრთელება და განკურნება.
რას ესე იგი, ნიშნავს ამ გამოჯანმრთელება შემთხვევაში? არის მდგომარეობა, Mhm. როდესაც პირველ რიგში ალბათ პრობლემას აცნობიერებ და პრობლემის გაცნობიერება ბევრს ნიშნავს, რომ ეს არ ყოფილა შენი არჩევანი. იმ დანაშაულის შეგრძნებიდან გამოდიხარ და ძალიან დიდი თვითგვემიდან ალბათ რომელიც ყველა დამოკიდებულ ადამიანს აქვს. დავაკონკრეტებ, ყველას გონია რომ ეს გზა მან აირჩია, იმიტომ რომ საზოგადოებაც სულ ამას მოუწოდებს, რომ და გაბრალებს თუ გადანაშაულებს, რომ შენ დაინგრიე ცხოვრება, შენ გაგვამწარე კი. და ასე შემდეგ. ოჯახით, საზოგადოება, ოჯახი, ყველა. საზოგადოება, კარიერა, ჯანმრთელობა და ასე შემდეგ და დამოკიდებულ ადამიანებს გონია რომ თვითონ არის ამ ყველაფრის როგორ თქვა, ამ ყველაფერში დამნაშავე, ეს გადაწყვეტილება მან მიიღო, რომ ეს გაენადგურებინა საკუთარი თავი და საკუთარი ოჯახი და მეგობრები და ასე შემდეგ. და ეს მუდმივად თან გზდევს დანაშაულის შეგრძნება და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი ემოცია თუ შეგრძნებაა, რომელიც დეპრესიასაც კი იწვევს. ერთ-ერთი ყველაზე ძიმე შეგრძნებაა დანაშაულის შეგრძნება. დანაშაულის შეგრძნებას ალბათ ჯობია რომ შენ დაგიშაონ რა. აი ეგ შეგრძნება უფრო არ განგრევს, ვიდრე შენ რო გრძნობ თავს დამნაშავედ. აი პრობლემის გაცნობიერება გულისხმობს, რომ შენ აცნობიერებ, რომ ეს დაავადება იყო, ეს შენ არ ყოფილხარ. და ყოველ შემთხვევაში იქამდე როგორც გატარა ამ ცხოვრების გზაზე, დაავადებამ გატარა. და როდესაც შენ გაიგებ, რომ ეს არის დაავადება, შენ შეხვდები ადამიანებს, რომლებიც გამოჯანმრთელების გზაზე არიან და რომლებიც გამოჯანმრთელდნენ. და შემდეგ ამ ყველაფრის მერე არ აიღებ გამოჯანმრთელებაზე პასუხისმგებლობას, ეს უკვე შენი ბრალია, მაგრამ მანამდე რაც კი შენ ცხოვრებაში მომხდარა, ეს თალსახად იყო დაავადების brალი. აქედან იწყება, მოკლედ პრობლემის გაცნობიერებიდან, დანაშაულის შეგრძნებიდან გამოსვლა, საკუთარი, ანუ სიღრმისეული თვითანალიზი და საკუთარი ხასიათის დეფექტების ინვენტარიზაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. უნდა კარგად უნდა შეისწავლო დაავადების ბუნებაც. თვითონ აი როგორი გამოვლინებები აქვს თქვათ დამოკიდებულებას და ფსიფხიზლეში როგორ ვლინდება. ყველას გონია რომ გამოვლინება არის ნარკოტიკის მოხმარება ან თამაში ან ასე შემდეგ. და ეგ არის შედეგი უკვე მან გამოვლინებებს მიყავხარ მაგამდე. და სიფხიზლეში აქვს ბევრი გამოვლინება, ეს რომელიც განგრევს პიროვნულად, სულიერად და შემდეგ უკვე აი მე ვეძახი ხოლმე სულიერ ანთებას. ანუ სულიერი ანთება თუ გაუჩნდა დამოკიდებულ ადამიანს, იმას ვერაფერი ვეღარ შეაჩერებს. ის აუცილებლად გაიყუჩებს. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ანთებამდე არ მიიყვანო შენი სულიერი მდგომარეობა. და ამისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ფიზიკურადაც ჯანსაღად ვიცხოვრო და ფიზიკურად ჯანსაღი ცხოვრების წესი მოიცავს ელემენტარული რო ვთქვათ ფიზიკურ აქტიურობას, ჯანსაღი ძილის წესს, ჯანსაღ კვებას და დაბალანსებულ კვებას და ჯანმრთელობის ზოგადად პრობლემების არ დაიგნორებას. მენტალურად მნიშვნელოვანია აქაც პირველ რიგში სიფხიზლე და არა სიფხიზლე მარტო ფიზიკური არ არის, ემოციურიც არის. ანუ ემოციური სიფხიზლე არის ძალიან მნიშვნელოვანი. სხვათა შორის აი ესეც ერთ-ერთი დიდი პრობლემა არის დამოკიდებული ადამიანის. აქვე ვიტყვი რა მასაც, რომ ზოგადად ადამიანი მძაფრი ემოციების გავლენის ქვეშ კარგავს საღაზრს. ნებისმიერი ადამიანი. და მაგაზე გამიგია, რომ მაგ დროს აი მძაფრი ემოციების გავლენის ქვეშ ადამიანს
პირველი სამი აზრი რაც მოსდის, ხშირ შემთხვევაში სამივე არაჯანსაღია. აფექტურ აფექტურ მდგომარეობაში. მდგომარეობაში. და იქიდან გამომდინარე, რომ დაავადება, დამოკიდებულება სულიერთან ერთად ითვლება ემოციების და გრძნობების დაავადებად, დამოკიდებული ადამიანები გაცილებით უფრო, ასე ვთქვათ, ემოციურები არიან, უფრო მძაფრად განიცდიან ემოციებს, იმიტომ იქიდან გამომდინარე, რომ არიან მაინც უფრო მათი ბუნება არის იქიდან გამომდინარე, რომ გადარჩენაზე კონცენტრირებული არის და მიღებაზე ორიენტირებული არის. და თვითკონცენტრირებული ბუნებაა, რომ აი მაინც ბავშვობიდან სულ რო ცდილობ რაღაცა მდგომარეობის, ჯერ შენ უნდა მოაგვარო შენი შინაგანი მდგომარეობა, ჯერ შენ უნდა გამოხვიდე, თქვათ, სირცხვილის თუ შფოთვის თუ ესეც რაღაც ეგოიზმამდე მივდივართ. დამოკიდებული უდრის ეგოისტს. ეგოისტს, ხო? ეგოისტს ანგარებიანს. ოღონდ ანგარებიანს, კი. რაღაცა ესე ბოროტულად და ცუდი გაგებით არა, ეს აი მას ესეთი ბუნება ძალაუნებურად უყალიბდება. როდესაც ადამიანი ცდილობ, რომ ჯერ შენ მოაგვარო შენი ტკივილი და შემდეგ იცხოვრო, ხო, და შემდეგ მიხედო სხვა რაღაცებს, მაინც გინდა არ გინდა ხდები მიღებაზე ორიენტირებული, თვითკონცენტრირებული და ზოგადად რეალობაში გარშემომყოფები აინტერესებთ? აი რეალობა მაინტერესებს. აი აზრი ან განცდები, მათი განცდები. ძალიან უჭირთ სხვათა შორის ეს თანაგანცდა და ემპათია, ესე ვთქვათ. და ზუსტად აი ხა ეგოისტი ალბათ ყველა ადამიანია, მაგრამ ეგოცენტრიკი ყველა არ არის და ეს განსხვავებაც ეგოისტ და ეგოცენტრიკ შორის ის არის, რომ ეგოისტი რა ზიანსაც გაყენებს, მას გაცნობიერებული აქვს და იცის რასაც გიკეთებს და გხედავს. და ეგოცენტრიკი ვერც გხედავს, ვერც ხვდება, ანუ ვერც აღიქვავს შენ ტკივილს. ისე შეუძლია გადაგიაროს, რომ ვერც დაგინახავს საერთოდ რა. ანუ ეს თანაგანცდა არ აქვს. და აი ეს ერთ-ერთი მთავარი ფესვიც ამ პრობლემის არის ეგოცენტრული ბუნება. ანუ ეგოცენტრული ჰიპერმგრძნობიარე ბუნება. და ეს კომბინაცია სხვათა შორის ეს კომბინაცია იმასთან ერთად, რომ თან ემოციური ინტელექტი ფაქტიურად დამოკიდებულ ადამიანებს არ აქვთ, უდრის უკვე დიდ შინაგან ტკივილს. ანუ მე როგორც მივხვდი, გამოჯამრთელება არის შესაძლებელი, მაგრამ განკურნება იმ პრობლემების, რაც ადამიანს თავისთავად ჰქონდა, რაც მის ხასიათშია, ეგ განუკურნელია. ხო, სწორედ მივხვდი? კი, ზოგადად გამოჯამრთელება უდრის ეგოცენტრული მდგომარეობიდან გამოსვლას, ცნობიერების ამაღლებას, ემოციური ინტელექტის ამაღლებას, სულიერ განვითარებას, თვითშეფასების ამაღლებას თუ არა, ყოველ შემთხვევაში ადეკვატური თვითშეფასებას. და უბრალოდ აი ამ მდგომარეობას რატო არის ქრონიკული, რომ მუდმივად სჭირდება ფორმაში ყოფნა და ვარჯიში. შენ თუ ფეხზე დაიკიდებ იმ პრინციპებს და იმ ღირებულებებს, რომლებიც ესე ვთქვათ, აი ეს რაც ჩამოვთვალე, შენ ამ მდგომარეობამდე რომლებაც მიგიყვანა და შენთვის აი პრინციპები აღარ იქნება მნიშვნელოვანი, ნელ-ნელა დაკარგავ ფორმას. ალბათ ყველაფერს სჭირდება ვარჯიში და ფორმაში ყოფნა. ხო, ნახეთ, ეხლა მე არ ვარ ქიმიურ ნივთიერებებზე დამოკიდებული, მაგრამ ყოველ დღე მუშაობ ჩემ თავზე, ვივარჯიშო, თუ მიუშვი, ასე ვთქვათ, თუნდაც წონა, თუნდაც, რა ვიცი, ეს მენტალური ჯანმრთელობისთვის ყველა ადამიანი მაქვს რაღაც ეტაპებს გავდივართ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხო სწორია? ანუ ეს არ არის რამე განსაკუთრებული, მე თუ გამოვჯამრთელდი, ფაქტიურად შემიძლია რომ განვიკურნო კიდეც, ხო? დიახ. სწორედ გავიგე, იმიტომ რომ ყველა ადამიანს გვაქვს ყოველდღიურ ცხოვრებაში რაღაცას ვაკეთებთ, ვდგებით, აბაზანაში შევდივართ, ვარჯიშობთ, სამსახურში მივდივართ, ყველას გვაქვს რაღაცა, რასაც ვაკეთებთ. ჩვენ თუ ამას არ გავაკეთებთ,
რა ვიცი, წავალთ სადღაც, ხო? ძალიან ცუდ ადგილას. ნამდვილად. ასე რომ რაღაცა ეხა მე არანაირი იმიტომ არ ვიცახი რომ ვიღაცას იმედი ჩაუცახო. იმედია რაღაც მომენტში კი. თუ გამოვჯავრთელდი, მე შემიძლია აბსოლუტურად რომ განვიკურნო. ხო სწორია? იცით რა არის? მაინც შეიძლება ვთქვათ ეგეთი რაღაც, რომ როცა ქრონიკული ალერგია აქვს ადამიანს. წამალს ვსვავთ. კი. აი ქრონიკული კი. ალერგია ხო არსებობს თაფლზე, გლუტენზე. კი. ზოგ ადამიანს შეიძლება გამიგია რომ კივზეც კი ქონიას და მას აი მთელი ცხოვრება კი. ამაზე აქვს ალერგია. ის რამდენადაც არ უნდა განვითარდეს სულიერად, პიროვნულად, მენტალურად თუ სოციალურად თუ ასე შემდეგ, ეს ალერგია მაინც ექნება, ხო? აი ერთი განუკურნებელი რაც არის, აი ამ დამოკიდებულ ადამიანებშიც არიან ალერგიულები და ნაკლებად ალერგიულები. ზოგს თქვათ აქვს ალერგია მაგალითად ალკოჰოლზე და რას გულისხმობს ეს? რომ მასში თუ მოხდა ეს ნივთიერება მის სისხლში всё, იწყება ალერგიული პროცესი, ოღონდ ეს არ გულისხმობს, რომ კანზე დაგაყრის ან შესივდები. ეს გულისხმობს, რომ შენ ტვინში ეს ნივთიერება მოხდა და შენ კარგავს სრულად კონტროლს. უკვე შენში ირთვება რაღაც დაუკმაყოფილებლობის განცდის სერიოზული მანქანა. ასევე აი ზუსტად ერთ-ერთი სიმპტომი არის ზუსტად ეს, რომ ვერანაირი დოზა ვერ გაგრძნობინებს იმას, რომ всё, შენ უკვე აი ისეთი დოზა მიღებული გაქვს, რომ აღარ გჭირდება. სულ გგონია, რომ უფრო და უფრო მეტი დოზა გინდა იმისთვის, რომ მიაღწიო რაღაც სასურველ მდგომარეობას და ბოლოს ეს დოზა ის აი ამ პროცესში გადაჭარბებული არის, ამას ვერ ხვდები და გთიშავს. აი ეს ერთ-ერთი აი გათიშვამდე, როცა მიდის ადამიანი, ეს უკვე არის პრობლემა. ეს უკვე დამოკიდებულების პრობლემის ერთ-ერთი სიმპტომია. რომ უნდა აი რო ვერ ჩერდება და გათიშვამდე მისვლა. აი ეს ალერგიული ნაწილი არის ქრონიკული. ამის განკურნება შეუძლებელი რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს. როგორ ფორმაშიც არ უნდა იყოს ფხიზლად მყოფი დამოკიდებული ადამიანი, ხო? რამდენადაც მისი ცნობიერება რამდენადაც მაღალი არ უნდა იყოს, თქვათ, ან გონებრივი ინტელექტი, ან ასე შემდეგ, ის ვერაზრუს ვერ შეძლებს აი ამ ნაწილში კონტროლის აღებას. ნუ გამოსავალი ის არის, რომ მე როდესაც თაფლზე მაქვს ალერგია, არ შევჭამ თაფლს. ხო, გამოსავალი არის ეს. როცა მაქვს სასმელზე ალერგია, არ დავლევ სასმელს. არის ძალიან ჩვეულებრივი მომენტი, ხო? კი, და ყველა ადამიანს გვაქვს, ხო? თან როდესაც უკვე ვაცნობიერებ, რომ ეს მომაკვდინებელი გადაწყვეტილება იქნება, რომ არ ვთქვა უარი, ვთქვათ იმ ნივთიერებაზე, რაზეც მაქვს მომაკვდინებელი ალერგია. ეს ის ალერგია არ არის, რომ უბრალოდ დამფოთლა და მეორე დღეს ვთქვათ, რაღაც ვაზები წავისვი და გამიარა. კი, მესმის. როგორ დავეხმაროთ ესეთ ადამიანებს, ხო? პირველ რიგში, აი იცით რა არის, როცა ადამიანი უკვე დაავადებულია. ძალიან რთულად არის საქმე, იმიტომ რომ ფაქტობრივად ჩვენ ვერ დავეხმარებით მას, ერთადერთი დახმარება არის გაშვება. რომ უნდა მივუშვათ, რომ რაც შეიძლება მალე აი აღმოჩნდეს ეგრეთ წოდებულ ფსკერზე. რაც შეიძლება მალე განიცადოს სრული კრახი. შეიძლება რომ რაღაც ძალიან სავალალო ანუ სამწუხაროდ სავალალო მდგომარეობას თქვენ მაინც ვერ ააცილეთ თავიდან და პირიქით. აი ამ გზას გაუხანგრძლივებთ უფრო, რაც უფრო გააკონტროლებთ, უფრო გააეშმაკებთ, რაც უფრო გალანძღავთ, ტკივილს მოუმატებთ და უფრო დიდი დოზა გამაყუჩებელი დასჭირდება და უფრო დათრგუნული იქნება. ერთადერთი სანამ დაავადდება, მოდი მანამდე ვისაუბროთ, კი, შორიდან დავიწყეთ და ვთქვით, რომ გენეტიკურიც არის. მაგრამ რა თქმა უნდა, ძალიან დიდი გავლენა აქვს აღზრდას და გარემოს. და
შეიძლება გენეტიკურად ბავშვს ჰქონდეს მიდრეკილება, მაგრამ სწორი აღზრდის შემთხვევაში ბავშვი წაუყანებს ვაქცინას. ჩამოყალიბდეს ჯანსაღ პიროვნებად, მას ჰქონდეს ჯანსაღი სულიერი მდგომარეობა, ძალიან ჯანსაღი მნიშვნელოვანია. თვითშეფასება და всё, ის ადამიანი არ არის დამოკიდებული. მჰმ. მაგრამ ჩვენი კულტურიდან გამომდინარე, ჩვენი აღზრდის წესიდან გამომდინარე და რასაც ვაკვირდები ოჯახებს, ანუ ჩემი თაობის ოჯახებს და ჩემზე უფრო მაღალ თაობას ან ჩემზე ცოტათ უფრო ქვემოთ თაობას სრულად დესტრუქციული იყო ეს ოჯახური მდგომარეობა, აღზრდის წესი მჰმ. და ნული განათლება რა განათლება და ესე ვთქვათ, აი ის რაღაცა საბაზისო ღირებულებათა სისტემას კი ვთქვათ, შეიძლება იყოს ბევრი რაღაცა ღირებული ამ სისტემაში, მაგრამ ძალიან ბევრი ჩემი აზრით ინფორმაცია, რაც მე შემდეგ ადამიანს უქმნის ცხოვრებაში რიგი პრობლემებს არ ისწავლება და იქიდან დავიწყოთ ვთქვათ ღრმა ბავშვობაში 0-დან 5 წლამდე თუ 7 წლამდე ძალიან მგრძნობიარეა მაგ დროს ბავშვი და ყველაფერს მნიშვნელობა აქვს და მე იაპონელების მოდელი ძალიან მომწონს და მგონია რომ სწორია, რომ 5 წლამდე იაპონელები ამბობენ რომ უნდა ბავშვი მოიქცე როგორც მეფეს და არ უნდა აუკრძალო არაფერი და მაქსიმალურად ეძახიან რომ 5 წლის ასაკში ბავშვის აღზრდა მთავრდება რაღაც მომენტში, კი? და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რომ თავი იგრძნოს პიროვნებად და არ იგრძნოს რომ ეს არის სუსტი, უტვინო, პატარა რაღაც ბავშვი თუ არსება, იმიტომ რომ თვითშეფასების მთელი ფაქტიურად ნაწილი ყალიბდება ზუსტად 2 წლამდე და 5 წლამდე და 7 წლამდე, ამიტომ თუმცა იმასაც არ მივესალმები, რომ ყველაფრის უფლება მისცე ბავშვს. ალბათ ყველაფრის უფლება შეიძლება არ მისცე, მაგრამ რაღაცა სწორი ფორმები მიდგომა. სწორად თავარია მიდგომა, კი. და მაგას თავი დავანებოთ, მერე უკვე არანაირი სექსუალური განათლება. კი, ეგ ძალიან მტკივნეული ხო, თემაა. აი მამას მინდა ხაზი გავუსვა, იმიტომ რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია ადამიანის ცხოვრებაში, ხო, მის სექსუალური ცხოვრება. და განაპირობებს ძალიან ბევრ ამას მის ცხოვრებაში. ფაქტიურად თვითნასწავლები ვართ მაგ სფეროში და შემდეგ აი დამოკიდებულებასთან რატო მომყავს ეს თუნდაც ახლა სექსუალური ცხოვრება ახსენეთ, თვითშეფასების ამაღლებაზე ძალიან მოქმედებს. არავინ ანუ მე ვფიქრობ სკოლაში უნდა ასწავლიდან აუცილებლად, იმიტომ რომ მაინც ახლა მშობლისგან უფრო რთულია, შვილიც უფრო უხერხო მდგომარეობაშია. მშობელთან და მშობლისთვისაც რთულია რაღაც დეტალებზე საუბარი. დამრიგებელიც არ უნდა ასწავლიდეს, რაღაც სპეცმასწავლებელი უნდა იყოს, რომელიღაც კლასში სულ არ არის ალბათ მთელი სემესტრი საჭირო, რაღაც ნახევარი სემესტრი, რომ ამაზე ამომწურავი ინფორმაცია გქონდეთ. თუმცა როცა არ გვაქვს სკოლაში მაგის საშუალება, ვფიქრობ, რომ უნდა გადალახოს მშობელმაც ის რაღაც ბარიერი და აუცილებლად უნდა ესაუბროს შვილს. იმიტომ რომ ამას მოყვება ძალიან დიდი პრობლემები და მე ამას მოყვება სხვათა შორის დამოკიდებულების პრობლემას. თქვათ, ვისაც მეტნაკლებად ისეთი შინაგანი მდგომარეობა და გენეტიკური ფონი არ ჰქონდა, მე შეიძლება რაღაც ასაკში დაუმძიმდა. იქიდან გამომდინარე, რომ ვთქვათ, აი ამ თავისი უცოდინრობით და ძალიან გავრცელებული არის როგორც კაცებში პრობლემები, ასევე ქალებში ეს ანორგაზმია და ვაგინიზმი და ასე შემდეგ. და ეს მოდის პირველი სტრესული სექსუალური გამოცდილებებიდან.
ვითომ მამაკაცები ხო უფრო ადრე იწყებენ სექსუალურ ცხოვრებას, მაგრამ რაღაცა კატასტროფა იყო ჩვენი თაობის და მე მგონი დიდი ცვლილებები არც არის. მე სირცხვილი იყო სექსოლოგთან მისვლა, კონსულტაცია, ვინმეს არ გაეგო და ხო, მაგრამ ეს თვითნასწავლი საზოგადოება, მე ბორდელში დავაშკაცებული ბიძების წაყვანილი, იქაც იქ რა გარემო იყო საერთოდ და რა არსებები იყვნენ, იქ ვისთანაც იწყებდი სექსუალურ ცხოვრებას და ერთი სული ჰქონდათ, რომ იქიდან რაღაც მოეშორებინე და აქეთ გაკომპლექსებდნენ და პრობლემებს გიქმნიდნენ. მე ესეთი აი ესეთი გამოცდილება მიღებული და რომ ამბობთ, რომ კაც უფრო ადრე აქვს დაწყებული სექსუალური ცხოვრება ესეთი გამოცდილებით და ესეთი დაწყებული სექსუალური ცხოვრებით მე იწყებ თქვა ცოლთან თუ ასე შემდეგ მე იმასაც აუცილებლად ზიანს მიაყენებ და ძალიან დიდი პრობლემები იქნება და მე იქნება დიდი პრობლემები ამ ასევე კაცებისთვის არავის უსწავლებია და ძალიან დიდი პრობლემა არის რა არის ქალის მხარე ვთქვათ რომ არსებობს რაღაცა პრელუდია ეს ორგაზმი რომ ქალიც რო განიცდის საერთოდ ლუბრიკატი რა იყო და ეგენი ხო საერთოდ არ არსებობდა ასევე ეს ნაადრევი ეაკულაცია რაც არის ძალიან გავრცელებულია მამაკაცებში და 30%-ს აქვს თითქმის და მე ამას ახანგრძლივებს ამ ეაკულაციას ალკოჰოლი და ნარკოტიკები და ძალიან დიდი ნაწილი მაგ მიზნით მოიხმარს ალკოჰოლს და ნარკოტიკებს რომ ვითომ ეს სექსუალური ცხოვრება უფრო წარმატებული ჰქონდეთ მაგისთვის არსებობს სექსოლოგი ის კი არა რომ წახვიდე და ალკოჰოლი და ნარკოტიკები მოიხმარო რომ ეს გაიხანგრძლიო ეაკულაცია მაგისთვის არსებობს სექსოლოგი რომელიც ნიშნავს პრეპარატებს და ექვემდებარება ესეთ კურნალობას მაგრამ გონი დღესაც არის რაღაცა სირცხვილის ასე ვთქვათ, სირცხვილის მომენტი, რომ სექსოლოგთან წასვლა, ნარკოლოგთან წასვლა, ფსიქიატრთან წასვლა. წყვილში მივიდეს სექსოლოგთან და ერთად გაესაუბროს. ეგეც ძალიან დიდი პრობლემაა და ეგეც სირცხვილად მეაჩნია. ხო და ძალიან რაც ძალიან ცუდია. ესეც არის დამოკიდებულების პრობლემა, საერთოდ. დამოკიდებულება მარტო რაღაცაზე მიჯაჭვულობას ხო არ გულისხმობს? ანუ როგორი დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას სხვადასხვა მოვლენებს. ყველაფერი სირცხვილია, სექსოლოგთან მისვლა სირცხვილია, ფსიქოლოგთან სირცხვილია, ნარკოლოგთან სირცხვილია, ფსიქიატრთან სირცხვილია. ფსიქიატრთან სირცხვილია და სირცხვილია, კი. და საბოლოო ფსიქიატრთან თუ მივედი, ესე გიჟი ვარ, მომაწებებენ. და საბოლოო ჯამში ისეთ შედეგს ვიღებ, რომ ის არის სირცხვილი ყველაზე მეტად, ის მდგომარეობა. აი, ეგ არის მთავარი. ხო და ესეც აი საუბარი დავიწყე, იქიდან ჩვენი რაღაც არაჯანსაღი და დესტრუქციული კულტურიდან და მენტალიტეტიდან იწყება ბევრი რაღაც. და ინფორმაციის არქონიდან. ასევე საერთოდ ურთიერთობები არის, რასაც ვაკვირდები, ანუ ოჯახები არაჯანსაღი ძალიან. ეგეთი შემთხვევაც მქონია, რომ თქვათ, რაღაც დამოკიდებულ ადამიანთან მქონია საუბარი და მანამდე რაღაც ორი ოჯახი ჰქონდა დანგრეული. და არა რომ ვკითხე რომ ეს შენი დამოკიდებულების გამო დაგენგრა ეს ორი ოჯახი. არაო, ეგო სხვა პრობლემების ჩემი დამოკიდებულება არაფერ შუაში არ არის. და აღმოჩნდა რომ ის ორი ოჯახი დაინგრა, იმიტომ რომ ამას მუდმივად ყავდა ვიღაც დამატებითი ჰედონისტური სიამოვნების გამო ქალები. და აი ამ მიზეზით დაენგრა ოჯახი. მაგრამ ეს დამოკიდებულების გამო არის, ქვია დაანგრევა, იმიტომ რომ იმ ვნებების წინაშე იგივენაირად უძლური თუ ხარ და ისიც თუ პრობლემებს გიქმნის და ესეთ ზიანს ანუ ღალატობ შენ ცოლს კი არა, შენ შვილებსაც, შენ ოჯახს, ხო? თქმა უნდა. და საერთოდ ღალატი რა ფენომენია, ეგეც კიდე კარგად არ გვაქვს გააზრებული ქართველებს, მე მგონი და განსაკუთრებით ჩვენ თაობას, იმიტომ რომ პირიქით მაშინ საყვარელი გაიბონტი იყოს. საყვარელი ხო გავა შვილოთ რა. საყვარელები უფრო სწორედ რა. ღალატი ძალიან. ეგ ანუ მშობლებმა უნდა გასწავლონ და მამამ უნდა გასწავლოს და მაგალითი მოგცეს, რომ
ჯერ გააცნობიერო რომ ღალატი ის კი არ არის რომ ვიღაცასთან სექსუალური აქტი გექნება. ფლირტი ჩემი აზრით უფრო დიდი ღალატია ვიდრე სექსუალური აქტი. ღალატი ის არის რომ ჩვენ თუ წყვილს შორის საუბრობთ. შევთანხმდით რომ ვიყოთ ერთგულები, ხელი ჩავარტყით კი. და მე შენ ზურგს უკან რომ მივდივარ და აი ამ მიუხედავად ჩვენი შეთანხმებისა და ხელის ჩამორთმევისა, შენ ზურგს უკან მივდივარ და ვარ ღვევამ შეთანხმება, ეგ არის ღალატი პირველ რიგში. კი, ეგ არის ღალატი, უბრალოდ ეხა წყვილზე ვსაუბრობდით და სექსზე წყვილზე ვსაუბრობ მეც, კი, ხო. და მეც მაგაზე ვსაუბრობ, ხო. წყვილი თუ მაგაზე თანხმდება, ხო მარტო რომ ზოგი მიიჩნევს რომ მარტო ვიღაცასთან სექსია ღალატი და ჩემთვის არა, ფლირტიც ძალიან დიდი უფრო მეტი ღალატია ვიდრე სექსი. ხო, მინდა გითხრათ. კი. მე ეგეც არაჯანსაღი დამოკიდებულებაა და ეგეც ერთ-ერთი გამოვლინება არის, რომ შენ არაფერზე ნაკლები ნარკოტიკი არ არის ბნებები, ხო? კი. და ფლირტი რო ავიღოთ, ფლირტის დროსაც არაფხიზელია ადამიანი ემოციურად. რა თქმა უნდა. ეიფორიაშია და შენ მთელი ღამე ვერ დაიძინოს, ისეთი აღზნებული იყოს მისი ფსიქიკა. რა თქმა უნდა, კი. ფლირტაჰოლიზმიც არსებობს. არსებობს ეგეთიც. ფლირტაჰოლიკი. ხო და ეგ აი ეს ყველაფერი. ანუ აი ისე ვიმეორებ, რომ რაც უფრო ჯანსაღია ადამიანი პიროვნულად და სულიერად, რაც უფრო ნაკლები ხასიათის დეფექტი აქვს. მით დამოუკიდებელია და მით ნაკლები უძლურება და უმართავობა და ასე შემდეგ რა. და რაც უფრო არაჯანსაღია, რაც უფრო პიროვნულად დამსხრეულია, რაც უფრო ტრამვირებულია, რაც უფრო მეტი ხასიათის დეფექტი აქვს, რა თქმა უნდა, ესეთ ადამიანს მეტი სულიერი ტკივილი აქვს, სულიერი მეტი ტრამვა აქვს, მეტი პიროვნული ტრამვა აქვს და უბრალოდ შენი გადარჩენის ინსტინქტი იყო ჩვენი ყველაზე ძლიერი ინსტინქტი, მაგ დროს გეუბნება, რომ ფეხზე მკიდია, გადამარჩინე, აქედან რამენერად გამომიყვანე და მაგ ინსტინქტს არ მგონია, რომ რომელიმე ადამიანი შეეწინააღმდეგოს გადარჩენის ინსტინქტს და მაგ ინსტინქტიდან გამომდინარეა, რომ ჩვენი რაღაც ბაზისური ემოციებიდან უმეტესობა არის ბრაზი, სევდა, შიში. ერთი არის სიხარული მარტო, იმიტომ რომ ჩვენი ინსტინქტი, გართობა და გულაობა არ არის, ჩვენი ინსტინქტი არის გადარჩენა. აი ძალიან მნიშვნელოვან თემას მინდა შევეხოთ. როდესაც ადამიანი არის დამოკიდებული. მარტო მისი პრობლემა არ არის. ეს პრობლემა არის გარშემო მყოფების. რა თქმა უნდა. და ისინი ხდებიან თანადამოკიდებული. და ეგ არის ძალიან მტკივნეული თემა. რა დააშავეს იმ ადამიანებმა, მაგის თქმა მინდოდა პრინციპში. რა დააშავეს და აღზარდეს დამოკიდებული ადამიანი შეიძლება ვთქვათ თუ ოჯახის წევრებზე და მშობლებზე გვაქვს საუბარი, კი. ის ციდან არ ჩამოვარდნილა იმ ოჯახში, ის დამოკიდებული ადამიანი. კი, ნამდვილად, როცა ერთი დამოკიდებული ადამიანი არის ოჯახში, იქ მთელი ოჯახი ავადარი. კი, მე მათაც ეს ოჯახური დაავადება, კი. გადამდები დაავადებაც არის მათ შორის. მაგრამ ვიმეორებ, რომ ეს მოწმენდილ ცაზე არ ჩნდება დამოკიდებული ადამიანი, მოწმენდილი ციდან არ ვარდება, ვთქვათ, ამ ოჯახში. იმ ოჯახში ესე იგი რაღაც პრობლემა იყო. აი თქვენ რომ გქონდათ ესეთი შეკითხვა, რომ თუ ყველაფერი რიგზეა, თუ ყველაფერი რიგზეა, ადამიანი არ იქნება დამოკიდებული. ესე იგი, იქ ან გენეტიკური, ან აღზრდის, ან რაღაც გარკვეული პრობლემები იყო. უბრალოდ ეს ადამიანი, ამ ადამიანმა შეიძლება ვერ გაუძლო იმ გარემოს და ძალიან გრძნობიარე იყო და დაზიანდა, ან ესეთი დაიბადა, ან ასე შემდეგ. რა მაგის ზუსტი მიზეზების თქმა ძალიან რთულია. მაგრამ ეს ვიმეორებ, რომ მოწმენდილ ცაზე არ იქნება ეს პრობლემა. რაც შეეხება მეორე მხარეს ამ ოჯახური პრობლემისა არის, რომ კარგი თუ ვთქვათ უკვე გამოიკვეთა ოჯახში ადამიანი, დამოკიდებული ადამიანი, იქ უკვე მთელი ოჯახი ავადდება და ესე ვთქვათ მოცული ხდება ამ ადამიანის ცხოვრებით. ისინი მუდმივად არიან იმაზე ფიქრში, თუ როგორ გადაარჩინონ,
როგორ დაეხმარონ ამ ადამიანს. ასევე მუდმივად იმაზე ფიქრში, რომ ის ცოცხალია თუ არა, რა აშვრება, სად არის, არა, როგორ აი არის, ამის ვისთან ფიქრში არის. როგორ გადაარჩინონ, მგონია რომ ამ დროს უნდა იყოს კომპლექსური მკურნალობა, როგორც დამოკიდებული, ასევე თანადამოკიდებული ადამიანისაც. რა თქმა უნდა იყოს, მაგრამ ჯერ პროფესიონალს რა უნდა თქმა უნდა. მიაკითხონ და რჩევები აიღონ მათგან. კი, სანამ აქამდე მივალთ, ხშირ შემთხვევაში სურათი ესეთია, რომ არც დამოკიდებულმა იცის, რომ დამოკიდებულია და არ აღიარებს და ვერ ხედავს პრობლემას და თანადამოკიდებულებმა მით უმეტეს. თანადამოკიდებულება ყველანაირად სოციალურად გამართლებულია, ხო, რომ ოჯახის წევრები ცდილობენ მის გადარჩენას და გამოჯანმრთელებას, მაგრამ როგორ? აი როგორ ეგ არის ძალიან თავარი. არასწორი შეიძლება სტრატეგიებით. არასწორი სტრატეგიები. შეიძლება ხშირ შემთხვევაში არასწორი სტრატეგიები და მათი მცდელობები პირიქით დამოკიდებული ადამიანის მდგომარეობას აუარესებს და აუარესებს. იმიტომ რომ მათ აქვთ მუდმივი კრიტიკა, ხშირად აკრიტიკებენ, არენდობიან და ნუ ბუნებრივიც არის, მაგრამ ეხლა არც იციან, ანუ იმათ არ ვადანაშაულებ, იმიტომ რომ უბრალოდ არ იციან რასთან აქვს საქმე. არ იციან, თავის გადმოსახედიდან აფასებენ, ვთქვათ, იმ ადამიანის მდგომარეობასაც. და მერე, ანუ ყველაზე მძიმე რა არის ხა აქ, რომ როდესაც ანუ წლების განმავლობაში მოცული ხარ ამ ადამიანზე ფიქრით, კონტროლით, კრიტიკით თუ ზრუნვით და მის ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის აღებით და აი ამ მუდმივად ამ ემოციურ მდგომარეობაში ყოფნით, ეს იძენს უკვე დამოკიდებულების ფორმას. თანადამოკიდებული სრულად კარგავს საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლს და ინტერესს და დაემთლიანად მოცული არის იმ დამოკიდებული ადამიანის ცხოვრებით, იმის ცხოვრებაზე აქვს პასუხისმგებლობა აღებული. დამოკიდებული აზიანებს თანადამოკიდებულს, თანადამოკიდებულიც აზიანებს გარშემო რა თქმა მყოფებს. უნდა. კი, და აი ეს ერთ-ერთი ძლიერი მისი ნარკოტიკი თანადამოკიდებულის ნარკოტიკები სრულად ემოციებია, არის კონტროლი. მას აქვს ძალიან დიდი სურვილი, რომ ეს სიტუაცია აკონტროლო, გადაარჩინოს, გადარჩენის, გაკონტროლების, და ასევე ვერავის ვერ გააკონტროლოს. რა თქმა უნდა, უფრო გააეშმაკებ, რაც უფრო გააკონტროლებ. და ვერავის ვერ გადაარჩენ თან. მან და ჩახსნა ძალიან მნიშვნელოვანი, ჩახსნა და გაშვება. მიუშვა, უნდა მიუშვა. გაშვება. და ბოლოს თვითონ გთხოვოს რაღაცის დახმარება. ალბათ კომპლექსურად. კი, ძალიან სპეციალისტთან რთულია, ხო როგორია, რომ მიუშვათ და უყუროთ, როგორ ინადგურებს თავს. ძალიან რთულია. მაგრამ ჭკვიანურია, რომ მაქსიმალურად დავუჩქაროთ ფსკერზე დასვლა და აი ეს ყავარჯნის ფუნქცია შევწყვიტოთ. რაც უფრო მალე დაასკდება და რაც უფრო მაგრად დაასკდება, უკეთესი. უკეთესი. სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი უმეტესობა ვერ გამოდის მაგ მდგომარეობიდან. მაგრამ აი ესეც ალბათ დამოკიდებული უნდა გაგიმართლოს კიდეც მნიშვნელობა აქვს შენ საბაზისო ღირებულებათა სისტემას, ასევე და მნიშვნელობა აქვს კიდე რომ აი ამ ფსკერის რამდენად მაგრად დაასკდები რა. მაგას რაც უფრო მაგრად დაასკდები, უკეთესია რა. ძალიან კაი. ნახოთ. ბოლოს მინდა შევეხოთ თქვენთვის ცოტა სენსიტიურ თემას. თქვენ თვითონ იყავით დამოკიდებული. მე ვფიქრობ, რომ ადამიანმა, რომელმაც გაიარეთ ყველა ის გზა, ყველა იმ პრობლემას შეეხეთ თქვენ თვითონ. ყველაზე კაი რჩევის მიცემა და ყველაზე კაი გადარჩენის გზის პოვნა თქვენ შეგიძლიათ ამ ადამიანებისთვის. რას ეტყოდით? აი ძალიან მინდა რომ ამ კუთხითაც ორი სიტყვა გითხრათ. რჩევა მივცე? რჩევა მიეცით. ჯერ მოდი მაშინ პირველ რიგში ვეტყვი იმ ადამიანებს, ვინც მისმენს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, რომ გამოჯანმრთელება შესაძლებელია და გამოჯანმრთელება არ უდრის
მოთმენას და არ უდრის გაძლებას, აი ამის გაცნობიერება ძალიან მნიშვნელოვანია. გამოჯანმრთელება უდრის ეგოცენტრული მდგომარეობიდან გამოსვლას, უდრის მაღალი ცნობიერების სიხშირეზე გადასვლას, სადაც იგებ რა არის კარგად ყოფნა, იგებ რა არის სიმშვიდე, იგებ რა არის რა თავისუფლება. თავისუფლება, რა არის სიყვარული, რა არის რაღაც უანგარობა და ნამდვილი ურთიერთობები. ნამდვილი ურთიერთობები, სადაც აღარც სურვილი გაქვს არასიფხიზლის და აღარც საჭიროება, მარტო სურვილი არ აქვს დამოკიდებულ ადამიანებს, საჭიროება აქვს. მაგაზე ბევრი ვისაუბრეთ. აქედან გამოსვლა შესაძლებელია და ერთადერთი რამ არის საჭირო. ეს არის სურვილი. ოღონდ ძლიერი სურვილი არის საჭირო. ესე რო კითხო ყველას უნდა, მაგრამ რეალური სურვილი ალბათ. რეალური სურვილი არის და ძალიან ძლიერი სურვილი, რომ შეძლო ის, რაც ძალიან რთულია, მაგრამ შესაძლებელია. რთული არის ასევე მაგის დაჯერება, რომ შესაძლებელია და ზუსტად პირველი რჩევაც მაგიტო გადავწყვიტე, რომ ეს იყოს, რომ შესაძლებელია. და აი შემდეგ უკვე რაც ქიმიურად აი იმ ცნობიერების მდგომარეობაში რასაც გამოჯანმრთელება ქვია ხვდები რომ ქიმიურად შეცვლილი ცნობიერება ქიმიურად მიღებული თავდაჯერებულობა ქიმიურად მიღებული რაღაცა სიამოვნება ხო ხელოვნურია და დროებითია და დამანგრეველია თან და ხვდები რომ ეს შესაძლებელია ბუნებრივადაც და რეალურადაც რა როცა უკან დახევის შენ როცა მიიღებ გადაწყვეტილებას რომ გადაწვა უკან დასახევი ხიდი და უკან დასახევი გზა აღარ გაქვს გიწევს სიარული წინ და აი ამ წინ სვლაში იღებ ძალიან ბევრ გამოცდილებას და ძალიან დიდ სიმამაცეს იქიდან გამომდინარე რომ ალბათ შიშის გადალახვის საუკეთესო გზა არის ჩახედო შიშ თვალებში და გააკეთო ის რისიც გეშინია. რისიც გეშინია. ხო და გიწევს ამის კეთება. უკან დასახევი გზა რო არ გაქვს, გიწევს მაგის კეთება. და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზრდაც და სიმამაცეც. ხო და სიმამაცე ის ხო არ არის რომ შიში არ გაქვს. სიმამაცე არის რომ აკეთებ იმას გეშინია, მაგრამ მაინც აკეთებ. ეგ არის ყველაზე დიდი სიმამაცე. კი. ამიტომ გამოჯანმრთელებისაც და აი ამ გზის გავლისას ეშინიათ დამოკიდებულ ადამიანებს, იმიტომ რომ რაღაც დროის განმავლობაში ფიზიკურადაც მტკივნეულია ზოგისთვის ემოციურადაც და სოციალური ცვლილებებიც გიწევს და ნუ ბევრი ცვლილებები ანუ სრული მეტამორფოზა გიწევს და დიდი ტრანსფორმაცია და ეს რა თქმა უნდა შიში არის ამ გზაზე რომ რამდენად გამომივა ან როგორ ვიქნები ან ასე შემდეგ და საჭიროა ზუსტად სიმამაცე დიდი სურვილი და სიმამაცე და შემდეგ უკვე როდესაც გუწფელად ინდომებ მთელი სამყარო ხელს გიწყობს და მე მართლა რასაც თუ ადამიანი რამეს მოინდომებს მართლა მთელი სამყარო ხელს გიწყობს მე და შეთქმულებასავით აწყობს თითქოს რომ დაგეხმაროს რა და მაგის 100%-ით მჯერა რომ თუ ადამიანი რაღაცას უწრფელად მოინდომებს და თუ უწრფელად და ძლიერ ადამიანს რაღაც უნდა ის ყველაფერი ადამიანებს აქვთ ვისაც რა უნდა აბსოლუტურად ყველაფერი თავარი არის მონდომება და ეხა ესე აბსტრაქტულად რომ აი მე მინდა რომ გამოვჯანმრთელდე ამისთვის სერიოზული მონდომებაა საჭირო. ვურჩევ მაგას რომ ვისაც მართლა უნდა აღარ გადადონ იმიტომ რომ გადადებაც ერთ-ერთი სიმპტომი არის ამ დაავადების რომ მუდმივად ცდილობს რომ გადადო და თან რაც უფრო კულტურულად შეგიძლია მოხმარება და ბევრი დამოკიდებული ადამიანი ახერხებს ამას რომ კულტურულად აი ზუსტად ფულიც იშოვოს კი ძალიან კარგი სიტყვა იხმარებ ეგეთებს უფრო უჭირთ გამოჯანმრთელება იმიტომ რომ ფსკერზე ვერ მიდიან
ხო და და საზოგადოებაში რაღაც ადგილი უჭირავთ. ხო, სოციალურადაც ან ფული თუ გაქვს, რაღაც ადგილიც გაქვს. კი, მოსყიდულიც ყავს ბევრი კი. ვიღაც რაღაც და სოციალური ფსკერი რაც ვისაუბრეთ, ყველაზე მნიშვნელოვანი მან გიჭირს დაცემა, თორე სულიერად შეიძლება განადგურებული იყო. განადგურებული. ამიტომ აი ეგ არ უნდა გადადო და აი უბრალოდ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გადაწყვეტილებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენ ცხოვრებაში გადაწყვეტილებებს. რომ აი ის კი არა რომ ვიცხოვრო ფხიზლად რა, აი მე ხვდები რომ სიფხიზლე არაფერი არ არის იმასთან შედარებით, რაც არის გამოჯამრთელება. გამოჯამრთელება უდრის ცნობიერების ისეთ სიხშირეზე ყოფნას, სადაც იგებ მართლა რა არის კარგად ყოფნა და რათა კარგად ყოფნის ილუზიიდან გამოდიხარ რა. და ალბათ აი ეს სადღაც მადლიერიც ხარ შემდეგ ამ დაავადების, იმიტომ რომ ამან გიბიძგა ზუსტად მაგ გზაზე, რო არა ვთქვათ ეს კრიზისი, იმ ცნობიერების სიხშირეს შეიძლება ვერც და მიაღწიო. ამხელა რაღაცა დაძლია. მოხარული ხარ. მე სიამაყე არ მიყვარს სიტყვა. მოხარული რაღაც ამპარტავნებასთან მოხარული ხარ. ვახო, ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი საუბრისთვის, ძალიან საინტერესო იყო. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სხვებისთვის ეს იქნება დიდი мотиваცია, იმედი. რაღაც ისე ვისაუბრეთ, გონია ესეთ რაღაც ძალიან შინაურულ ენაზე, რომ ყველას მიწდება ეს საუბარი. და ძალიან დიდ წარმატებას გისურვებთ. დიდი მადლობა თქვენს და ყველას უსურვებ წარმატებას. დიდი ამ მადლობა. გზაზე. დიდი მადლობა. თქვენ კი ვინც გვიყურეთ და გვისმინეთ, ძალიან დიდი მადლობა. თქვენი ემოციები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და გთხოვთ გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი. გემშვიდობებით მომავალ ეპიზოდამდე.